კულტურის სტრატეგიის დოკუმენტების სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციები რეგიონებსა და თბილისში დასრულებულია, გრძელდება ინდივიდუალური კონსულტაციებიც. მთავრობის მიერ დოკუმენტის დამტკიცებამდე მისი სრულყოფის მიზნით სამინისტრომ საჯარო პრეზენტაციების ციკლი გამართა მთელი საქართველოს მასშტაბით. 12 რეგიონალური, 10 ადგილობრივი და 4 თავისუფალი დასრების ფორმატის შეხვედრა ონსა და მესტიასის საჯარო პრეზენტაციებით დასრულდა. კულტურის სტრატეგიის მიზანია განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ეს კონსულტაციები ჩვენი საზოგადოებასთან, ძალიან ბევრი საინტერესო დამატებითი წინადადება და მოსაზრება მოვისმინეთ, არაერთი საკითხი განვიხილეთ კულტურაში მოღვაწე პროფესიონალებთან ერთად. მე ვფიქრობ, საჯარო განხილვები საშუალებას მოგცემს საიმისოდ, რომ საბოლოო სახე მივცეთ სამუშაო ვერსიას. ჩვენი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის მხარე გამოირჩევა მდიდარი კულტურული ტრადიციებით, გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიული ძეგლებით, რომელსაც ჭირდებათ გაფრთხილება, რომელსაც ჭირდებათ შესწავლა და შემდგომი განვითარება და სწორედ ამ მიზნებს ემსახურება, სწორედ ეს განვითარების სტრატეგიული გეგმა. 23 პროექტია დღეს მდგომარეობით დაფინანსებული, ანუ განხორციელებული და ეს მუშგულის ჩაჟაშის პროექტი, ზუგდიდის ტაძრის დადიანისეული ტაძრის რეაბილიტაცია კიდევ მიმდინარეობს და მოგლეთ მადლობის მეტი აფელი არ გვეთქმის და გვინდა რომ ამ სტრატეგიის, ამ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მიღების შემდგომაც ამ რეჟიმში გაგრძელდეს ჩვენს რეგიონთან ურთიერთობა კულტურის სამინისტროს.